ანტიეკლესიური კამპანია და შეტევა პატრიარქის მოსაყდრეზე. ესეთი სიტყვები თქვა მან, რომ წმინდა გიორგი მინება, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ყოლოდა მოსაყდრე. მიზეზი ამისა არის ის, რომ გოცდავად პატრიარქმა განაცხადა, რომ შემდგომ ამას მოსაყდრესთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ მოყოლოდა. დისინტერესია მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა. მათავ კონკრეტული მიზანი, რომ საზოგადოება ჩამოაშორონ ეკლესიას, სწორედ ამიტომ გააქტიურდეს ძალები ებრძვიან ამ შემთხვევაში მეუფეშიოს, ვინაიდან იგი პატრიარქის მიერ იქნა დასახელებული და გამორჩეული და შესაბამისად ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას. ქართველი ხალხის პასუხი და ეკლესიის წინააღმდეგ ჩავარდნილი კამპანია. უწყვეტი რიგი სამუდამო განსასვენებელთან და პანაშვიდების სიონის საკათედრო ტაძარში. ყველაზე მეტი წირვა პატრიარქს სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში აქვს ჩატარებული და ნუგეში არის, რომ სიონის საკათედრო ტაძარში ესწრება ჩვენ ყველა მსახურებას, რასაც ჩვენ აღვავლენთ. ქვეყანა გლობობს, მრევლი საპატრიარქო ტახტის საჭეთ პრობელის ხსოვნას პატივს მიაგებს. ვცდილობთ, რომ მისი სიტყვები გულიდან არ მოვიღოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი. ისეთი ემოციები მაქვს, აი გული მიტირის. სამხედრო ოპერაციის ერთი თვე, ბლოკირებული ჰორმუზის სრუტე და ტრამპის მოთხოვნა. მათ უნდა გახსნან ტრამპის სრუტე. გულისხმობ ჰორმუზის სრუტეს. ფეიქ ნიუსი იტყვის, რომ შემთხვევით ვთქვი, ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება. რა ნაბიჯს გადადგამს ირანი და ექნება თუ არა მოლაპარაკებების შედეგი. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. საფრთხე გაცხადებულია მოქმედი პირების ვინაობა ცნობილი გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდნენ, ისევ ფრონტის წინა ხაზზე არიან და მიზანს ამჯერად მეუფეშიოზე ასწორებენ. ვინ გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საპატრიარქო ტახტისთვის, საერო პირები იბრძვიან, მიზანი კი ეკლესიაზე გავლენის მოპოვებაა. თუმცა ქვეყნის გარედან დაფინანსებული კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ ჩავარდა. მმართველი გუნდი დისკრედიტაციის მცდელობის ავტორებს მოსახლეობის პასუხზე მიუთითებს. ხელისუფლება ყველა სპეკულაციებისგან თავის შეკავებისგან მოუწოდებს და ურჩევს დაელოდონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. სინოდის სხდომა ახლოვდება ოპოზიციის აქტივისტებისა და NGO-ების ანტიეკლესიური კამპანია და ზეწოლა კი ძლიერდება. სასულიერო პირები ილია მეორის გადაწყვეტილებასა და ნებაზე საუბრობენ, როდესაც პატრიარქმა მოსაყდრეთ მეუფეშიო სიცოცხლეშივე დაასახელა. სწორედ ამიტომ აცხადებენ, რომ ანდერძის გარშემო შექმნილი ბნებათა ხელვა უსაფუძვლოა, ყველაფერი კი გაცხადებული. ლელა ჯავახიშვილს ვთავთ კურიერის პირდაპირ ეთერში. ლელა, რა მიზანი აქვს ანტიეკლესიურ კამპანიას და როგორია სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები? ყველა საუბრობს იმაზე, რომ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ წმინდა სინოდი, რომელმაც კანდიდატები ფარული კენჭისყრით უნდა შეარჩიოს, შემდეგ გაფართოებულ კრებას წარუდგინოს და შემდგომ უკვე ხმათა უმრავლესობით აირჩიოს. პარალელურად კი მეუფეშიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ფონზე აქცენტი კეთდება პატრიარქის იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მან 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა. ილია მეორის გარდაცვალებიდან 10 დღე გავიდა, თუმცა კიდევ ერთი თვე უნდა გავიდეს იმისთვის, რომ სინოდი შეიკრიბოს და მისი ადგილ-მონაცვლე შეარჩიოს. ილია მეორის გარდაცვალებიდან 10 დღე გავიდა. დიდი მარხვა, წინ კი ვნების კვირა. ამ ფონზე საპატრიარქო საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მიზეზი გარკვეული ჯგუფების ვნებათა ღელვაა საკითხზე, ვინ გახდება ახალი პატრიარქი. საერო პირების საჯარო სივრცეში აქტიურობენ, მათ შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფეშიოს წინააღმდეგ. სასულიერო პირები კი მკაფიოდ განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება წმინდა სინოდის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისი პროცედურები გაწერილია. მეუფეშიო კი ილია მეორემ საკუთარ სიცოცხლეში სწორედ იმიტომ გამოარჩია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული იყო მსჯელობა პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით. საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის კრებაზე და შემდგომ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა. ამ ყველა პროცედურაში ჩართული იქნებიან წმინდა სინოდის წევრები. რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქის მხრიდან 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მან საკუთარ სიცოცხლეშივე გამოარჩია თანამოსაყდრედ შიო მუჯირი? მან საგანგებოდ თავისი ხელით დაწერა ეს ბრძანება ფურცელზე და წმინდა გიორგის დღესასწაულზე ამბიონიდან წარმოსთქვა ეს ბრძანება. ესეთი სიტყვები თქვა მან, რომ წმინდა გიორგი მინება, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ყოლოდა მოსაყდრე. მიზეზი ამისა არის ის, რომ გოცდავად პატრიარქმა განაცხადა, რომ შემდგომ ამას
მოსახდრესთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ მოყოლოდა და ზოგადად ბუნდოვანი არ ყოფილიყო საკითხი ანდერძთან დაკავშირებით შემდგომში. კათოლიკოს პატრიარქს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მართვა გამგეობის თანახმად ირჩევს წმინდა სინოდი. საზოგადოებას კი განსაკუთრებით მორწმუნე ერს, რომელიც იმყოფება დიდი მარხვის პერიოდში, მინდა მოუწოდო, რომ შეინარჩუნონ ამ დღეებში უწმინესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებისადმი გამოხატული უდიდესი პატივი, ერთობა, სოლიდარობა. ილია მეორემ ვიწრო წრეში განმარტა თუ რას ემსახურებოდა 2017 წლის 23 ნოემბერს ამბიონიდან გამოცხადებული მისი გადაწყვეტილება, ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პატრიარქის ნება და ანდერძი სწორედ ამ ფორმით გაცხადდა. მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ დასახელების პერიოდი მან გუშინ გაიხსენა, როდესაც მედიასთან განცხადებას აკეთებდა. ღირსეულად ჩატარება აი აუცილებელი პროცედურისა ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევისა ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და იმ პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოირჩინა. ის ფაქტი, რომ პატრიარქმა ის ხელშივე დაასახელა მეოფეში მოსაყდრებს, რას ნიშნავს საზოგადოების უსწრაფოდ? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი, ძალიან ბევრი მიმართულებით აი ამ პერიოდში 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე. გარემოებები ზუსტად მახსოვს, ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათა ღელვა და საკითხი საბოლოო იმ ბოლო პერიოდში ეხებოდა სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა ვიწრო წრეში აქ განაცხადა, რომ ეს გააკეთა იმისათვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს და მან თქვა, რომ ანდერძში, დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევებს და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს პოლიტიკოსებს მართველი გუნდიც. უმრავლესობა საკუთარ ოპონენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ აქტივისტებს ურჩევს, აღარ გააგრძელონ ის ანტიეკლესიური კამპანია, რომელიც წლების წინ დაიწყო. ამბობენ, რომ ეკლესიაზე შეტევის მცდელობებს მოსახლეობამ 22 მარტს საკუთარი ერთიანობით უპასუხა. თუმცა ფიქრობენ, რომ სწორედ ეს გახდა მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებული ახალი ტალღის მიზეზი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ეხლა რა თქმა უნდა ამ ბრძოლას ისინი გააგრძელებენ სამწუხაროდ. მით უმეტეს როცა ნახეს, რომ ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას და პატრიარქს, ასე რომ უნებრივია მეუფე შიოზეც თავდასხმები ეხლა გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე და ყველას, ვისაც კი ასეთი ეს თქვა პერსპექტივა იქნება, ყველაზე გარკვეული შეტევა იქნება მიტანილი. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ ანტიეკლესიური კამპანიის მიზანი ქვეყნის სულიერი და ეროვნული იდენტობის შერყევაა და სწორედ ამას ემსახურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი აქტივისტები, NGO-ები თუ კონკრეტული მედიები. არქივი კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ მადისკრედიტებელ კამპანიაში მონაწილე სუბიექტების არაერთ განცხადებას ინახავს. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს არც კონკრეტულ პერსონებზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესებზე კომენტარისგანაც თავს იკავებენ. რაიმე პოზიციის დაფიქსირება, რომელიც თუნდაც ირიბად შეიძლება რაიმე ზეგავლენას მაინც ახდენდეს იმ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს, არ არის სწორი, ეს არ არის საყოველთაო სახალხო არჩევნები. ეს არის პატრიარქის არჩევა, რომელსაც ირჩევს სინოდი. ნებისმიერი თავდასხმა, ნებისმიერი სახის, ნებისმიერი მხრიდან ეკლესიაზე, განსაკუთრებით დღეს, როცა 10 დღე არის გასული, რაც ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა, არის მიუღებელი, არის წარმოუდგენელი. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩვენ მივისალმებით. სინოდის გადაწყვეტილებამდე ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში, რომ გარკვეულ ჯგუფებს მცდარი წარმოდგენები გაუჩნდათ, ამაზე საუბრობს ქართული ოცნება. სწორედ ამით ხსნის შეტევას ახლა უკვე კონკრეტულად შიო მუჯირზეც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეკლესიის გაყოფის მცდელობა და ორკესტრირებული იერიში ქვეყნის გარედან იმართება და ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კარგად ნაცნობი მეთოდია. როდესაც ერი გულს აიცრუებს
სარწმუნოებაზე იგი უფრო მარტივი სამართავია. ანალოგიური კამპანიები არის ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრი ძალიან ცუდი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ კამპანიები იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული NGO ორგანიზაციების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფული დახარჯეს საქართველოში, ეს ფული მთლიანად წყალში არის ჩაყრილი, ვინაიდან მათ კარგად დაინახეს თუ როგორი ერთიანი არის ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უწმინდეს. ეს ძალები ებრძვიან ამ შემთხვევაში მეუფე შიოს, ვინაიდან იგი პატრიარქის მიერ იქნა დასახელებული და გამორჩეული და შესაბამისად ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას. ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ეს არის დაკვეთა, რომელსაც აგენტურა ასრულებს, მაგრამ საზოგადოება ვნახეთ ჩვენ განსაკუთრებით ბოლო დღეებში არის ერთიანი, საზოგადოების აზრი არის ჩამოყალიბებული და სინოდს უნდა ვაცადოთ, რომ შეარჩიოს და მე ვფიქრობ, პატრიარქის დანაბარებიც არის ანგარიშში გასაწევი, რამე თუ არ მგონია ვინმე უკეთ არჩევდეს თუ ვინ უნდა იყოს საქართველოში მომდევნო პატრიარქი. ილია მეორის პატივით დაკრძალვიდან 1 კვირა გავიდა, თუმცა ყველას ახსოვს ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლითაც აქტივისტების ნაწილი სოციალურ ქსელში დაუფარავად ესხმოდა თავს პატრიარქს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროსაც. გარდაცვალებიდან ახლა უკვე 40 დღე უნდა გავიდეს, რომ წმინდა სინოდის ხდომა ჩაინიშნოს და მღვდელმთავრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიონ უწმინდესის მემკვიდრე და მისი ადგილმონაცვლე. სიონის საპატრიარქო ტაძარი, ყვავილების ანთლები და მდუმარე უწყვეტი რიგი ილია მეორის საფლავთან. ქვეყანა გლოვობს. მე-7 დღეა მრევლის თავშეყრის მთავარ ადგილად უძველესი ისტორიული და სულიერების ცენტრი იქცა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ადგილი, რომელიც უწმინდესის მარადიული განსასვენებელია. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გადაწყვეტილებით სიონის ტაძარში პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტაძრის კარი დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე ღია. სასულიერო პირები კი ლოცვას უწყვეტად აღავლენენ. უწყვეტია რიგიც, მორწმუნეები მხოლოდ თბილისიდან არ ჩამოდიან რეგიონებიდან იმისთვის, რომ საპატრიარქო ტახტის საჭეთ მპყრობელის ხსოვნას პატივი მიაგონ. ხვალ 10 საათზე მიტროპოლიტი შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. წირვის შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება. ისეთი ემოციები მაქვს, აი გული მიტირის. სიონის საპატრიარქო ტაძარში დრო თითქოს გაჩერდა. ადამიანების განცდები ისევ მძაფრი და უცვლელია. მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ვარდებით, სანთლებით, ცრემლით. მრევლი უკვე მე-7 დღეა სიონში მიაგებს პატივს ილია მეორის ხსოვნას და მის სამუდამო განსასვენებელს. დიდი სიყვარული იყო იგი ჩვენთვის. ნათელი წერტილი იყო იგი ჩვენთვის, იმედი იყო. მჯერა რომ ზეციური საქართველოდან ყოველთვის დაგლოცავს და დაიფარავს მის ხალხს და მის ქვეყანას. ვცდილობთ, რომ მისი სიტყვები გულიდან არ მოვიღოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, გვიყვარდეს მოყვასი, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყო და უფალი იყოს ჩვენთან. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მისული ადამიანები იხსენებდნენ პატრიარქის ეროვნულ და საქვეყნო საქმეებს. მათ შორის ერთ-ერთი 2008 წლის 19 იანვარს პირველად ჩატარებული საყოველთაო ნათლობა. იმ დღიდან გარდაცვალებამდე უწმინდესმა და უნეტარესმა 50,000-ზე მეტი ბავშვი მონათლა. მე ვარ პატრიარქის ნათლი და მოვედი რომ პატრიარქს მივაგო პატივი. ძალიან მიყვარს პატრიარქი. აი პირველად რომ მოვინათლე, თავზე ხელი დავანდო და ისეთი რბილი და განსხვავებული ტკბილი ხელი ქონდა. ერის სულიერი მამა სამების ტაძრიდან სიონში მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოაცილა. მას შემდეგ საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება უწყვეტად მიმდინარეობს. ტაძრის კარი დილის 8-დან ღამის 10 საათამდე იღება. პანაშვიდები პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში 25 აპრილამდე გაგრძელდება. დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე სასულიერო პირები იხდიან მის სახელზე პანაშვიდს და ასევე მორწმუნე მრევლს ეძრევა საშუალება დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე პატრიარქის საფლავთან მიახლების. მას შემდეგ, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა სიონის ჩრდილოეთით მისი სურვილის შესაბამისად საკურთხეველთან ხელმარცხნივ პოვა მარადიული განსასვენებელი, ხვალ პირველი საკვირაო წირვა ჩატარდება. ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო აღასრულებს. წირვის შემდეგ შესრულდება კათოლიკოს პატრიარქ
პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სასულიერო პირებმა დღეს სიონის მიმართ ილია მეორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს. ყველა უყვარდა განსაკუთრებულად და აი როგორ გამოჩნდა და ცხადი გახდა რომ თურმე აი ადამიანებსაც როგორ უყვარდათ ჩვენი პატრიარქი. ყველაზე მეტი წირვა პატრიარქს სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში აქვს ჩატარებული და სიონისადმი მისი ეს უსაზრო ესეთი სიყვარული საქვეყნო ცნობილი არის. დიახ, სიონთან სხვა დამოკიდებულება ქონდა. ამხელა ნუგეში არის რომ სიონის საკათედრო ტაძარში ჩვენთან როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად ესწრება ჩვენ ყველა მსახურებას, რასაც ჩვენ აღვავლენთ. მე მინდა თელ საქართველოს უთხრა რომ არ გაუწყდეს გული დაგვეცოთ ძალიან მიყვარხართ ნუ რაფრისა ნუ შეგეშინდებათ ერის სულიერი მამის ხმა მოქალაქეებისთვის 17 მარტის შემდეგ კიდევ უფრო ემოციურია. პატრიარქის გარდაცვალებიდან დღემდე ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ერთიანობის მაგალითი აჩვენა. ილია მეორე ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მე-9 პატრიარქია, რომელიც სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 22 მარტის შემდეგ განისვენებს. სამხედრო ოპერაციის ერთი თვე დიპლომატიური მცდელობები მცდელობად რჩება ჰორიზონტზე არც მშვიდობის კონტურები ჩანს. როგორია ზავის პირობები, ირანი, ამერიკა და ისრაელი ყველა მხარეს საკუთარი დათქმები აქვს. ამ დრომდე ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი სახელი დაარქვა და მისი დაუყოვნებლივ გახსნაც მოითხოვა. ირანი უკან დახევას არ აპირებს და სამხედრო ძალით იმუქრება. მსოფლიო ბაზარზე კი ენერგომატარებლების ფასი იზრდება. ვის როგორ ესახება სამხედრო ოპერაციის გამო შექმნილი ახალი წესრიგი. მირიან გორგოძე ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. მირიან, ვის ინტერესშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების დროულად დასრულება? პროცესების დროულად დასრულება პირველ რიგში კონფლიქტში მონაწილე მხარებს უნდა სურდეთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი და მეორე მხარეს ირანი ამ დრომდე მხოლოდ შეტევების გაძლიერებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ასევე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეების არც ქმედებებში და არც განცხადებებში ამ დრომდე დიპლომატიის ადგილი თითქოს არ ჩანს. უფრო მეტიც დაახლოებით ერთი თვის თავზე, რაც სამხედრო ოპერაცია თუ ბევრისთვის ომი რაც დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ დღეს პირველად არსებობს საფრთხე ამ სამხედრო ესკალაციის გეოგრაფიული გაფართოებისა, რადგან იემენელმა ჰუსიტებმა დღეს პირველად განახორციელეს სამხედრო იერიში ისრაელის მიმართულებით და ამავე დროს განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით ისინი აქტიურ მოქმედებებს უახლოეს მომავალშიც გააგრძელებენ და ამ ფორმით გაუწევენ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაში ისრაელს. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, მაინც აღსანიშნავია, რომ კვლავ საუბრობენ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე, მაგალითად საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში ისლამაბადში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება და ამ მოლაპარაკებებს ასევე დაესწრებიან საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები. ირანში შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 29 დღეს ჰუსიტები პირველად ჩაერთნენ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. იემენელმა ჰუსიტებმა სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ქალაქ ბერ-შევასკენ ბალისტიკური რაკეტები გაისროლეს. ჰუსიტების განცხადებაში ნათქვამია, რომ წინააღმდეგობა გააგრძელდება, ვიდრე აგრესია ყველა ფრონტზე არ შეწყდება. სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰუსიტებმა გუშინ დაანონსეს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზადყოფნაში ვართ პირდაპირ სამხედრო ჩართვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში. თუ კი ნებისმიერი დამატებითი ალიანსი შეუერთდება შეერთებულ შტატებს და ისრაელს, რომელიც მიმართული იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ჯიჰადის საძმოს წინააღმდეგ. მოხდება წითელი ზღვის გამოყენება შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მტრული ოპერაციების ჩასატარებლად ირანის ისლამური რესპუბლიკის ან ნებისმიერი მუსლიმური ქვეყნის წინააღმდეგ. იემენიდან გაშვებული რაკეტების მოგერიება ისრაელის თავდაცვის
სისტემამ შეძლო, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში სამიზნეებს მიაღწია იმ რაკეტებმა, რომლებიც ირანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით გაუშვეს. ისრაელის მედიის ცნობით, ირანულ რაკეტებს კასეტური ბომბის ქობილი ჰქონდათ, რომლის აფეთქების შედეგად საკმაოდ დიდი ტერიტორია დაზიანდა. დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. გასული ღამის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ირანის ელექტროსადგურებზე და ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშის გამო დაემუქრა. ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურსა და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია. ისრაელი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინირებულად მოქმედებდა. თავდასხმა ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულისთვის მძიმე ფასს დააკისრებს. ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზასაც დაარტყა, დაშავდა 12 ამერიკელი სამხედრო. ცოცხალ ძალასთან ერთად დაზიანდა საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი. თავდასხმა განხორციელდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზეც. დაზიანდა სარადარო სისტემა ქვეყნის მთავარ აეროპორტში. აბუ-დაბიში კი რაკეტების ნამსხვრევების მოხვედრის გამო 5 ინდოელი მოქალაქე დაშავდა. რეგიონის ქვეყნები ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანი პრევენციულ თავდასხმებს არ ახორციელებს, მაგრამ თუ ჩვენი ინფრასტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები სამიზნედ იქცევა, ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ. რეგიონის ქვეყნებისთვის, თუ გსურთ განვითარება და უსაფრთხოება, ნუ მისცემთ ჩვენს მტრებს საშუალებას ომი თქვენი მიწებიდან აწარმოონ. საპასუხოდ იბომბება ირანი, თეირანში, ისპაჰანში, შირაზსა და დესპულში. სამიზნეა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტები და სამრეწველო ქარხნები. სამხედრო იერიშების პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ოპერაცია დაუსრულებლად არ გაგრძელდება. მარკო რუბიო რამდენიმე კვირაზე საუბრობს. ამერიკის შეერთებული შტატების ოპერაცია ირანში გაგრძელდება კვირეების და არა თვეების განმავლობაში. ამ ყველაფრის დასრულებისა და ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე. ერთ-ერთი დაუყოვნებლივი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოჩნდებით, არის ირანი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურს ჰორმუზის სრუტეში გადასახადი სისტემის შექმნა. ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მიუღებელია საშიშია მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს გეგმა ამის დასაძლევად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებით 6 აპრილამდე უნდა შეჩერდეს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები, ჰორმუზის სრუტეს ტრამპის სრუტეს უწოდებს და მის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვს. ჩვენ ფაქტობრივად ვანადგურებთ ირანს. კიდევ ერთი დიდი დღე გვქონდა, დავარტყით მათ. ისინი ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, შეთანხმების მიღწევას ითხოვენ. ძალიან კარგი იქნება თუ რაიმეს მივაღწევთ, მაგრამ მათ უნდა გახსნან ტრამპის სრუტე. გულისხმობ ჰორმუზის სრუტეს. ბოდიშს გიხდით, ძალიან მწუხვარ. საშინელი შეცდომაა. ფეიქ ნიუსი იტყვის, რომ შემთხვევით ვთქვი. ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება. არც ისე ბევრი რამ. თეირანი ჰორმუზის სრუტეში ადგილების უფლებას მხოლოდ ეგრეთ წოდებული არამტრული ქვეყნების ხომალდებს აძლევს. ირანული მხარის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, სრუტის გავლა მხოლოდ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ერაყისა და პაკისტანის გემებს შეუძლიათ. ამ ფონზე კი უნგრეთი ირჩევს. ქვეყანას საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება 16 დღეში მოქალაქეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საარჩევნო ყუთებთან მოუწევთ. პატრიოტული მთავრობა თუ პროუკრაინული ძალები ქვეყნის პრემიერის სასწორისო მხარეს სწორედ ამ არჩევანს დებს. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, სძლევს თუ არა დემოკრატია გარეჩარევას. ქვეყნის პირველი პირები ღიად აცხადებენ, რომ უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები ისეთი დოზით ჩართულიყვნენ, როგორც ახლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან. ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის ფიდეს კონკურენტად ოპოზიციური პარტია ტისა მოიაზრება, თუმცა საკუთარი ფსონი უკვე დადო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ფიდესი თუ ტისა, ეს ის ორი ლიდერი პარტია, რომელთა შორისაც 12 აპრილს უნგრეთის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს. ვიქტორ ორბანისთვის ეს არჩევანია ომსა და მშვიდობას შორის. ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობასთან დიორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. გამარჯვების შემთხვევაში მათ განვითარებასა და უსაფრთხოებას დაჰპირდა. განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს არჩევნებზე უკრაინულმა მანიპულაციებმა მოახდინოს გავლენა. უნგრეთში იყო პრობლემები, რომლებიც ჩვენ არ გამოგვიწევია და სირთულეები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიქმნია. ქვეყანას მოუხდა გამკლავება კრიზისებთან, რომელთა საფუძველიც უნგრეთის ფარგლებს გარეთ იყო. 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და მთელი ეს 4 წელი მოგვიწია მუშაობა ომის ჩრდილში, რაც ანელებს ეკონომიკას და აფერხებს მის განვითარებას. რომ არა ის ომი იმ შრომით, რომელიც თქვენ, მე და ყველამ ერთად გავწიეთ, უნგრეთი 2-ჯერ ან 3-ჯერ უფრო სწრაფად განვითარდებოდა. თუმცა ქარი ჩვენს წინააღმდეგ ქროდა. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება ცვლილებები, ავანტიურა, ექსპერიმენტები ან ახალგაზრდული ქაუტური ამბიციები. ქვეყანას ჭირდება გამოცდილება და უსაფრთხოება. მე ვიღებ ვალდებულებას, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში სწორედ ამას მივცემ უნგრეთს. ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ათასობით მოქალაქე ამჯერად უნგრეთის ქალაქ დიორის ქუჩებში გამოვიდა. მათ ბანერები ეჭირათ ხელში, რომელზეც ვოლოდიმერ ზელენსკისა და პიტერ მადიარას გადახაზული ფოტოები იყო წარწერით არა ომს. ქუჩაში გამოსული მოქალაქეების უმეტესობა ემხრობა ქვეყნის პრემიერის მთავარ საარჩევნო დაპირებას და გეგმებს, რომელიც ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას ეფუძნება. აქაური ადამიანებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ჩემს შვილიშვილებს ომში წასვლა არ მოუწიოთ. ხალხს ვიქტორ ორბანი უყვარს. ის ქვეყანას იცავს ემიგრანტებისგან, დასავლელი ომის გამჩაღებლებისა და სხვა პოლიტიკოსებისგან. ამიტომაც უჭერ მას მხარს. თავის მხრივ უნგრეთის სხვადასხვა ქალაქში საპასუხო საარჩევნო კამპანიას ატარებს მემარჯვენე ცენტრისტული პარტია ტისას ლიდერი პიტერ მადიარა, რომელმაც საკუთარ YouTube გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა. უმაღლეს წრეებში უკვე ზუსტად იციან, რომ მათ ძალაუფლებას და თავისუფალ ძარცვას წერტილი დაისვა. იციან, რომ საათი წიკწიკებს. ნუ თუ მართლა გქონიათ, რომ ქვეყნის გაძარცვის შემდეგ უნგრელების ფულს ხელს დაავლებენ და გაქრებიან, ცდებიან, ტისას მთავრობა თითოეულ საქმეს გამოიწიებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ბოლო განცხადებაში, რომელიც ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ ურბანი შესანიშნავი ლიდერია, რადგან მისთვის პრიორიტეტი საკუთარი ქვეყნის ინტერესებია. იცავს უნგრეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და მშვიდობას ქვეყანაში. უნგრეთის პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშესაწყობად და უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. ჩემი ადმინისტრაციის პირობებში უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და შთამბეჭდავი მიღწევები ახალ სიმაღლეებს მიაღწია, რაც დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის დამსახურებაა. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ კიდევ უფრო წინ წაიწიოს წარმატებისა და პარტნიორობის ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე. გადით არჩევნებზე და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. მე მას სრულ და უპირობო მხარდაჭერას უცხადებ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა ასარჩევად. ვიქტორ ორბანი არასოდეს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე ბოლომდე მის გვერდით ვარ. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დანიშნული. მანამდე ქვეყანაში აქტიური წინა საარჩევნო კამპანია გრძელდება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ბუდაპეშტში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეი ვენსს ელოდებიან. რეგიონული ტურნე და პირველი გაჩერება ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პირველი კონფერენცია ბათუმში გამართა, თუმცა ზღვისპირა რეგიონი გამონაკლისი არ არის. შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. კონფერენციების ფარგლებში განიხილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, დაიგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში მეტად იყვნენ ჩართულები.
ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე, ჩვენ მივაწოდეთ მათ ის ინფორმაცია, რაც ზოგადად საჯაროც არის, მაგრამ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ გაეცნოს და თვითონ კონკრეტულად უნდა რომ მოისმინოს, თქვათ, ახალგაზრდული გუნდისგან, ხელისუფლებისგან, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახსნა. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მაღალმთიანი რეგიონებიდან ვინც იყვნენ ჩამოსულები, მათ აქვს სურვილი, რომ კონკრეტულად მაგალითად სპორტული დარბაზი იყოს, ინვენტარი იყოს მიწოდებული და ჩვენ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდში დაუდგეთ. ძალიან ბევრი კარგი იდეა მივიღეთ აჭარელი ახალგაზრდებისგან, ასევე მათგან მოვისმინეთ იდეები. მათ შორის მინდა აღვნიშნო ესეთი იდეა, რომ მაღალმთიან აჭარაში არის ძალიან ბევრი საჭიროება იმისა, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი პროექტი ჩატარდეს და იქ მცხოვრები კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სახელმწიფო მართვის პროცესში და ასევე პოლიტიკურ პროცესებში. კითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა განათლების რეფორმას, რაც მოგეხსენებათ, ყველაზე უფრო აქტუალურია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის. ასევე ბევრი კითხვა იყო სახელმწიფო პროექტებთან დაკავშირებით. ჩემი შეკითხვა უშუალო მიმართული იყო პოლარიზაციის მიმართულებით და ეს ეხებოდა როგორც საუნივერსიტეტო გარემოს და ასევე საზოგადოებრივ ნაწილს, ასევე გავცვალეთ იდეები თვითონ ახალგაზრდობის ორგანიზაციის თანამშრომლებთან, სადაც გაიზიარეს ჩვენი იდეა ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სხვადასხვა შეკითხვები როგორც სპორტის მიმართულებით, ასევე განათლების მიმართულებით და ჩვენ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო. ზღვისპირა რეგიონში იმყოფებოდნენ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრებიც. პარტიამ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა. ნეიტრალურმა საქართველომ ადგილობრივებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები წარუდგინა და საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნო. ხაზი გაესვა ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მოქალაქეებმა შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები გააშხერეს. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ეს იქნება ერთგვარი ღირსების დაცვის შტაბი და იმ სწორი მიმართულების გარანტი, რასაც ქვია საქართველოს ნეიტრალური სტატუსი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში არის უამრავი კონფლიქტი და ჩვენი ეგრეთ წოდებული დაუძინებელი მეგობრები საქართველოს მუდმივად ამ კონფლიქტებისკენ ეკაჩებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არ იქნება დაპირისპირებების, დიდი მოთამაშეების დაპირისპირებების პოლიგონი, არამედ ეს იქნება თანამშრომლობის და ინტერესთა თანხვედრის ადგილი. ჩვენი პრიორიტეტი რეგიონის წარმომადგენლების არის ერთი, რომ ამ შემთხვევაში ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ აბრა პარტიის გარეთ, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც იქნება მსჯელობები რეალურ პრობლემებზე, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის პრობლემები, რომელიც წინაშე დღეს ქვეყანა დგას და ამასთანავე კონსოლიდაცია მოხდეს თვითონ ნეიტრალიტეტის იდეის გარშემო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბაჩუ ახალაიას ადვოკატი იმყოფებოდა, რომელს საჯაიამ უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. ახალაიას პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების საავადმყოფოს შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბრალდება გუშინ წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 16 თებერვალს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საავადმყოფოს შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაავადების დროული აღმოჩენა განკურნების შანსებს ზრდის. რეგიონებში სკრინინგის მასშტაბური კამპანია გრძელდება. ადგილობრივებს გამოკვლევები უფასოდ ამჯერად აჭარაში ჩაუტარდათ. ინიციატივის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება. გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. აჭარა ბოლო გაჩერება არ არის, კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება და საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს. ონკოლოგიური პათოლოგიების, HIV ინფექციის, ბედაცე ჰეპატიტის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით უფასო სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. აჭარის რეგიონში გამოკვლევის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მედიკოსების თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად. ჩავიტარე სკრინინგი, მადლობას გადავუხდი სამედიცინო პერსონალს, მომბრძანებულს, ყველას და მოუწოდებ ჩვენს ქალბატონებს, რომ წინასწარ უნდა გააკეთოს კვლევები
ჩაიტაროს გამოკვლევები, რომ გაკეთდეს სკრინინგი ამა თუ იმ დაავადებაზე. დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემთხვევათა სწორი მართვისათვის, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება სკრინინგ აქციებში, შედეგი მით უფრო ხილვადი იქნება და მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად ჯანდაცვის სისტემისათვის. ხდება როგორც კიბოს სკრინინგი, ეს არის საშუალო წყლის კიბოს სკრინინგი, ძუძუს კიბოს სკრინინგი, კოლორექტარული სკრინინგი, ასევე ინფექციური დაავადებების B, C, ჰეპატიტისა და შიდსის. ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში გამოკვლევები ჩატარდა ფოთსა და სენაკშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს. ჯანმრთელობა და თითოეული მოქალაქის ჯანსაღი ცხოვრება ჩვენთვის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი თითოეულ წამოწყებას გვერდში უდგას და მზად ვართ თანადაფინანსებისთვის თითოეულ საკითხთან მიმართებაში. ადრეული გამოვლენა არის პრევენციის ერთ-ერთი წინაპირობა. აღნიშნული აქცია არის სრულიად უფასო, რომელიც ორგანიზებული არის ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, რომლის მხარდაჭერი არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. სკრინინგის პროცესის პარალელურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან აქცენტი მოსახლეობის ინფორმირებაზე გაკეთდა. ითქვა, რომ გამოვლენილი შედეგების შემდგომ მკურნალობას სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფს. ონკოლოგიური მიმართულებით პროგრამა კვლევებისა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. დიაგნოსტიკა თერაპია სრულად დაფინანსდება B და C ჰეპატიტების, ასევე HIV ინფექციის გამოვლენის შემთხვევაშიც. მოგეხსენებათ, პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენილი ონკოლოგია განკურნების წინაპირობა, შესაბამისად ყველა მოქალაქეს ვთხოვთ აქტიურად ჩაერთონ, მიიღონ მონაწილეობა სკრინინგ აქციებში, არის ასაკობრივი ჯგუფების სხვადასხვა მიმართულებით განსაზღვრული სხვადასხვა დაავადების სკრინინგისათვის. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება. მიხარია, რომ ამდენი განსაკუთრებით ქალბატონი გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებებს, ჩვენს თხოვნებს იმისათვის, რომ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ახლა სიმსივნე აღარ არის უკვე ის დრო, რომ მოურჩენელი დაავადება იყოს და არ უნდა გვეშინოდეს პირიქით, თუ ადრე გავიგებთ, რომ რაღაცა გვაქვს დღეს ეს ყველაფერი შეიძლება დროულად განიკურნოს. გამოკვლევები აჭარის რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სკრინინგი უკვე ჩატარდა სამეგრელო, ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. კამპანია ეტაპობრივად 15 ნოემბრის ჩათვლით ქვეყნის ყველა რეგიონში გაგრძელდება. გამომშვიდობება პატრიარქთან და კონცერტი, რომელიც მის ხსოვნას ეძღვნება. ილია მეორეს მუსიკა განსაკუთრებულად უყვარდა. ალბათ ეს საჩუქარიც განსაკუთრებით გაახარებდა, რომელიც კომპოზიტორმა ვახტანგ კახიძემ პატრიარქის გარდაცვალებიდან მეორე დღეს შექმნა. მოწყალეო უფალო იესო, ასე ქვია საგალობელს, რომელიც დღეს მსმენელმა პირველად მოისმინა. დღევანდელ კონცერტს თავად ავტორმა უდირიჟორა. სახელმწიფო საგუნდო კაპელა, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტი ქეთევან ქართველიშვილი. ყველა მუსიკისა და პატრიარქის სიყვარულმა გაერთიანა. ფაქტობრივად ერთ დღეში დავწერეს ნაწარმოები და დასაფლავებამდე დღეებში, მოვაწესრიგე ორკესტრისთვის, გუნდისთვის, სოლისტისთვის. ასე შეიქმნა ვახტანგ კახიძის ავტორობით საგალობელი პიე იესუ დომინე, მოწყალეო უფალო იესო, რომელიც პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა. თავისით დაიბადა უდიდესი სურვილი, რომ აი ზუსტად იმ დღეებში მიმეძღვნა მისი ხსოვნისთვის ნაწარმოები. და ფაქტობრივად გარდაცვალების მეორე დღესვე დავიწყე ამის წერა. ალბათ მისი დალოცვა მოქმედებდა. ამ ნაწარმოებს ჰქვია პიე იესუ დომინე, რაც ნიშნავს მოწყალეო უფალო იესო. შემდეგ ტექსტი ესე გრძელდება, რომ მიეცი მათ მარადიული განსვენება. აი სულ ეს ფრაზა ტრიალებს. პრემიერა დღეს კახიძის მუსიკალურ ცენტრში შედგა. პატრიარქისადმი მიძღვნილი ახალი ნაწარმოები მსმენელმა პირველად მოისმინა. მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში რეპეტიციები მიმდინარეობდა.
კონცერტმა, რომელსაც თავად ავტორმა უდირიჟორა სახელმწიფო საგუნდო კაპელა, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტი, ქეთევან ქართველიშვილი შეკრიბა. თითოეული მათგანი პატრიარქის და მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან ქართველიშვილი პატრიარქის სიცოცხლეშივე ხშირად ასრულებდა მის საგალობლებს, დღევანდელი საღამო მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. შემსრულებელი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ახლა მისთვის გაორმაგებულია. ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური იყო, ცრემლის გარეშე მართლა შეუძლებელია მოისმინო, შეასრულო. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში რაღაც ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო მისიაა ჩვენთვის ეს, რომ რაღაცა ეს ნაწარმოები არსებობს, რომელიც მის სულს მიეძღვნება. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ მუსიკოსები, ჩვენი მხრიდან, რომ მისი ხსოვნა იყოს უკდავყოფილი. წლების განმავლობაში ილია მეორის საგალობლების ორიგინალური ვერსიები ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა გადაამუშავეს. მათ შორის იყო ვახტანგ კახიძეს, რომელმაც პატრიარქის მუსიკალურ ჩანაფიქრებს ახალი ჟღერადობა შესწინა. მუსიკა ერთგვარ უხილავ ჯაჭვად იქცა, რომელიც ავტორს, შემსრულებლებსა და მსმენელს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდეს პროფესიული მუსიკალური განათლება არ ჰქონია, მან შექმნა საგალობლები, რომლებიც დღეს რწმენისა და ერის ერთიანობის სიმბოლოა. პატრიარქის მუსიკალური მემკვიდრეობა ყველასთვის ახლობელი და გასაგები აღმოჩნდა. დღეს ის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც საკმაოდ განსწავლული და გაფიცნობიერებული იყო სწორედ მუსიკაში, ის ძალიან დიდ პატივს სცემდა არა მხოლოდ ქართულს, არამედ ევროპულ საკომპოზიტორო მუსიკას. რეკვიემის ფარგლებში გაერთიანდა სრულიად მუსიკალური ცენტრი, საგუნდო კაპელა, სოლისტები და რასაკვირველია, მისი ავტორის ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ჩვენთვის ძალიან ემოციურია ეს დღე, ემოციური იყო ზოგადად ეს კვირები. ქართული გალობა უფლისადმი სიყვარულის გამოხატულებაა, ამბობდა პატრიარქი. ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში უწმინდესმა უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ ტაძრების მშენებლობაში, არამედ ქართული გალობის ტრადიციის გაცოცხლებაშიც. ილია მეორის მიერ შექმნილი მელოდიები ქართველების გულსა და გონებაში მუდამ დარჩება, როგორც მისი სულიერი მემკვიდრეობის სიმბოლო. ასეთ იყო კურიერი 9 საათზე. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, თქვენ კი დარჩით რუსთავი 2-ზე ნახვამდის.